ჯანდაცვის ახალი მინისტრი მუშაობას უკვე შეუდგა დღეს თანამშრომლებს ზურაბ ჭიაბერაშვილი ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა წარუდგინა. ნიკა გილაური ამბობს, რომ რეფორმების 70% ჯანდაცვის სისტემაში უკვე გატარებულია. დანარჩენი საქმე კი ბოლომდე ჭიაბერაშვილმა უნდა მიიყვანოს. ველა ციკლავერ გიაბავთ. გაიზრდება ნდობა ამ სექტორის მიმართ, ჩვენ უნდა ველოდოთ, რომ მომხმარებელი და პაციენტი იქნება არა მარტო საქართველოს მოქალაქე, არამედ რეგიონის ძალიან ბევრი ადამიანი. პარლამენტმა ნდობა უკვე გამოუცხადა, ახლა მთავარია ხალხის ნდობა მოიპოვოს. სანამ ექს-მინისტრის კაბინეტს და სავარძელს დაიკავებს, მანამდე უწყების თანამშრომლებს ხვდება. დიპლომატიიდან მინისტრობამდე ჭიაბერაშვილი ჯანდაცვის სექტორში დაწყებული რეფორმის გაგრძელებას გეგმავს. უწყებაში ოფიციალურად დღეს გამოცხადდა, ექს-მინისტრის კაბინეტში საკუთარი ნივთები ჯერ არ მიუტანია. თუმცა კაბინეტთან მინისტრს აბრა უკვე შეცვლილი დახვდა. ამბობს, რომ აქვს ამბიცია რეგიონში საქართველოს ჯანდაცვის სექტორი ყველაზე ხელმისაწვდომი და ლიდერი იყოს. არც ერთი ოჯახი არ არის, რომელსაც ეს საკითხი არ აინტერესებდეს, არ აღელვებდეს. შესაბამისად, ჩვენ ვიმოქმედებთ სწორედ ისე, რომ თითოეულმა ოჯახმა იქცნოს კეთილდღეობის თავისი წილი, რაც ამ ქვეყანაში მოაქვს ეკონომიკურ განვითარებას და წინსვლას. ჯანდაცვის სამინისტროში ზურაბ ჭიაბერაშვილი დღეს მარტო არ მისულა. სამინისტროს წარმომადგენლებს ის მთავრობის მეთაურმა თავად წარუდგინა. თქვა, რომ ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სექტორში წარმატებულად დაწყებული რეფორმა წარმატებულად უნდა დასრულდეს. ამაში ახალი მინისტრის იმედი აქვს. ძველს კი ძველებურად ისევ მადლობას უხდის. როგორც ჯანდაცვის რა იტყვი დაზიანდა კაცი. ის წლინახევრის რეფორმები რაც შესრულდა, ნამდვილად აღსანიშნავია, ნამდვილად მისასალმებელია, დიდი მადლობა მინდა გადავხადოს ამ დროს აი ამ კარგი სამსახურისთვის. რეფორმის 60-70% დასრულებულია, თუმცა ყველაზე რთული მომენტი ამ რეფორმის ამ ბოლომდე მიყვანა და წერტილის დასმა რეფორმის კიდე წინ არის. და ძალიან დიდი ძალისხმევა ამისთვის გასაკეთებელი. მინდა ზუსტად ბევრი ლაპარაკეთ ბოლო დღეების განმავლობაში, ძალიან კარგი იდეები აქვს მართლა. გასაკეთებელი გაცილებით უფრო მეტია ცხადია დარჩენილი, ყოველთვის ესე არის და გულწრფელად უსურვებთ წარმატებას ბატონ ზურაბს. უწყების პრიორიტეტები ექს-მინისტრის წასვლის შემდეგ იგივე რჩება. ჯანდაცვის გეოგრაფიული და ფინანსური ხელმისაწვდომობა. ახალი თამაშის წესების დანერგვა სადაზღვეო კომპანიებს, საავადმყოფოებსა და პაციენტებს შორის. მედიაციის სამსახურის გაძლიერება, ჰოსპიტალური სექტორის განვითარების პროექტის გაგრძელება და ექიმების გადამზადება. საქართველოს ყოველი მეორე მოქალაქე იქნება დაზღვეული. დღეს უკვე დაზღვეულთა რიცხვს დაემატება პენსიონერები და სკოლამდელი ასაკის ბავშვები. მნიშვნელოვანია ხელმისაწვდომობა, როგორც გეოგრაფიული, ასევე ფინანსური ხელმისაწვდომობის გაზრდა, მნიშვნელოვანია ინფორმირება და სოციალურ სერვისებზე მოქალაქეების ხელმისაწვდომობა. პარლამენტში ნდობა არ გამოუცხადეს, თუმცა ახალ მინისტრს საკუთარი ინიციატივები ქრისტიან-დემოკრატებმა უკვე დღესვე გააცნეს. იმ იმედით, რომ მათ შენიშვნებს ჭიაბერაშვილი გაითვალისწინებს. შეთანხმება ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი არის მიღწეული, რაც უკავშირდება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოზარდების მდგომარეობას და მათი ჯანდაცვის პაკეტით უზრუნველყოფას. არის საკითხები, რაც შეიძლება კონსენსუსით გადაწყდეს და ბუნებრივია ჩვენ ამ მიმართულებით მუშაობას გავაგრძელებთ. ახალი მინისტრი პირობას დებს, რომ ჯანდაცვის სექტორი მისი მინისტრობის დროს ყველასთვის ხელმისაწვდომი გახდება. ლიდერი ჯანდაცვის სექტორი რეგიონში. ეს ზურაბ ჭიაბერაშვილის სამომავლო გეგმებია.